დაუმძიმებენ თუ არა ბრალს, ჯუანშერ ბურჭულაძეს არ არის გამორიცხული ის სიგარეტის არალეგალური ქარხნის საქმეშიც ფიგურირებდეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბურჭულაძის პირადი დაცვა და კიდევ ორი პირი აიყვანა. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ არალეგალური ქარხნიდან და მიმდებარე საწყობიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2 მილიონ ლარზე მეტის უაქციზო სიგარეტი კარელია. საუბარია პერიოდზე, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ინფორმირებული პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ შესაძლოა საბოლოო კვალი სწორედ ღარიბაშვილამდე მივიდეს და ოლიგარქმა ის ციხეში გაუშვას. ნუცა ბახუტაშვილი მოგვიყვება ამ საქმის დეტალებს, ნუცა გისმეთ. დიახ, გიორგი, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს ბრალდება დაუმძიმდება. საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები ახალ ბრალს მხეიძეს დიდი ალბათობით დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგენენ. ვასილ მხეიძეს საგამოძიებო უწყება უაქციზო სიგარეტის გამოშვება შენახვაში ადანაშაულებს. ამავე ბრალდებით მხეიძესთან ერთად ბურჭულაძის გარემოცვის სხვა წევრებიც არიან დაკავებულები. კომპანიის დირექტორი და ამავე საწარმოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელიც დაკავებული თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრიც იყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლის ძმამ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას. საწარმო, რომლიდანაც დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ნედლეული და დანადგარები ამოიღეს ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია გორი ესთეიტს ეკუთვნის. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი სწორედ ვასილ მხეიძეა. მხეიძე უკვე ციხეშია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. ის ჯერ კიდევ 27 ივლისს დააკავეს ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ვლადიმერ ღუდუშაურთან ერთად. ხაინდრავას და ღუდუშაურს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან, ხოლო მხეიძეს ამ სისხლის სამართლის საქმეზე გაფლანგვაში დახმარების ბრალდება აქვს წარდგენილი. საინტერესოა, ჰქონდა თუ არა კავშირი არალეგალურ ბიზნეს საქმიანობასთან თავად ჯუანშერ ბურჭულაძესაც. მისი ადვოკატების თქმით, ბურჭულაძეს არანაირი კავშირი არ ჰქონია და შესაბამისად მისთვის ბრალის დამძიმებას არ განიხილავენ. ხომ არ გაქვთ თქვენი ინფორმაცია ბატონ ჯუანშერის საქმესთან ხომ არ არის კავშირში რაიმე ფორმა? არა, ბატონ ჯუანშერის საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. ხომ არ აქვს რაიმე კავშირი მას ამ საქმესთან? არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ აქვს. არანაირი ამ თემაზე აბსოლუტურად არანაირი მინიშნებითი საუბარიც კი არ ყოფილა. ანუ მოლოდინი რომ ამ საქმესთან შემხებლობით მას ბრალი დაუმძიმდეს არ არსებობს. არა, არ არსებობს. საერთოდ ყოველი ინფორმირებულები გუშინ საღამოს გავხდით, როდესაც ბრიფინგი ჩატარდა ფინანსთა სამინისტროში, ფინანსურ საგამოძიებო სამსახურში. არანაირი ინფორმაცია საქმობს ბრალის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მე როგორც ვიცი არ გამძიმებია. ბატონ ჯუანშერი იყო თუ არა ინფორმირებული ამ ბიზნესის შესახებ? არანაირი საქმის გულში არ ყოფილა და ამაზე ჩვენ საუბარი არ გქონია, ეს არის და ბიზნესში არა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. დაკავებების სერია არ წყდება მისი გარემოცვის წევრებისთვისაც. ყოფილი თავდაცვის მინისტრის გარდა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მისი გარემოცვიდან კიდევ 5 პირია დაკავებული.